თბილისის მერია საკრებულოს ბიუჯეტის ახალ პროექტს შესთავაზებს. ევიდე უგრეხელიძის მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც საკრებულომ 11 მარტს უნდა განიხილოს, თბილისის მერია უკვე მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულომ ბიუჯეტი კვლავ არ დაამტკიცა, ცენტრალური მთავრობა უფლებამოსილი იქნება, თბილისის მთავრობა დაითხოვოს და დროებით მერის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს. მერის მოადგილის განმარტებით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საკრებულო სწორედ ამ პოლიტიკური მოტივით ბიუჯეტს არც 11 მარტს დაამტკიცებს. მთელი იანვრის თვე ჩვენ ველოდებოდით საკრებულოდან ახალ შენიშვნებს, ახალ მოსაზრებებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით და მხოლოდ თებერვლის თვეში 10 თებერვალს ბიუჯეტის მორიგი განხილვამდე 2 დღით ადრე მერიის შემოვიდა 10 წერილი, 10 სხვადასხვა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება, სხვადასხვა სურვილების დაფინანსება, ჯამში ეს მოთხოვნები შეადგენდა 150 მილიონ ლარს.